ეს ალტერნატივის არტავი შეიწყავს და კლიჩკოს შესავსაც ირწყავს პარტიულ პონჩი რა. კი. როგორც ჩანს ამას გაუჩნდა შეგრძნება რომ პროსა ჩუჩა ანუ საფრთხებად გამოიყენა რეალურად როგორც ჩანს პოროშენკოვ შეაშინა იაცენუკი მიშათი. ხო. და ის გარიგებაში შემოიყვანა პარტია აახია, ჩამოართვა პოლიტიკური ბერკეტი, ესე ვთქვათ პარტია და როგორც ჩანს თანამდებობაზე ტოვებს რა, რაღაც ეგეთი გარიგება იქნება ხო ეხლა პარტია ანუ ის პრემიერობიდან რო ხსნიდეს ხო პარტიას მაინც არ დაშლიდა ისა ხო? როგორც ჩანს პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს ანუ ამ ვაჭრობაში და ამ იმაში მიშათი შეაშინა როგორც ჩანს რა. მაგრამ მიშათი შეაშინა დღეს? არა დღეს კი არა საერთოდ კაცო ბოლო პერიოდის განმავლობაში ხო გუბერნატორად წაიყვანა მიშას მანევრი გააკეთა მე აუცილებლად ბაზრები რომ აიაცინებს ანაცვლებს აიაცინებს ხო რაღაცა მოქმედებია ალბათ იაცინებს ხო? ხო. ალბათ იაცინებს დააჯდნენ მე ილაპარაკეს და კი ბატონო იღავ პრემიერად და პარტიამ წაგართვა რა პარტიამ შემერწყას ჩემ პარტიაში უნდა შემოვიდეს და ტოვებ და რაღაცა და მიშათი ამ შემთხვევაში არ ჩანაცვლებიდა როგორც ჩანს მიშამ ჩათვალა ეს მოხდა ხო ეხლა დაიწყო ჩალენჯი რომ ოდესაში რაღაცა გამოართვას ხადე ეხლა ოპოზიციაში გასვლას არ აპირებს უბრალოდ ხო იფახურებს რომ იტყვის რომ მე პარტიას გავაკეთებ ჩემთვის და ამის დედაცვატირია და მე გამოთხოვს ამაში რაღაცას ამ თუნდაც პროკურორის სამდებობას ან რაღაცას ოლქში ოლქში ბერკეტები უნდა რა მოკლედ რა ობლასში ამაზე გავატრაკებო მიშამ ხო მე ვაცენუქს გაუტრაკებო მე პოროშენკოს დაველაპარაკებიო და კაცრად ვეთქვიო რომ ავჩევ ან მაძლევ რეალურ ბერკეტებს ოდესაში ან და ნუ გავდივარ ჩემ პარტიას ვაკეთებ პირდაპირ ეგეთი ბაზარი მექნებაო რა ეს დამთავრებას სიმართლე გითხრათ წარმოადგენდა არა მაგში მაგრამ მაინც ჩვენ იმას დაუმთხვა გამოცდებს ზე გამოცდები ვაკთა ხო დღეს აპირებს იაცენუქზე იმას და ხვალ უნდა უდელაპარაკოს თვითონ ეს იმას თუ შეხვდა პირველს და ზე კიდე ჩვენი გამოცდაა და რა ჩვენ არ მოგცხომ პანგური თქო რა მაგის ზედას მოთქვა არა პანგურს რა მოგცხებენ ახლა ამერიკაც ჩართულია არა ასხივებს ამერიკაში ჩართულია მაგრამ პროკურორი ასხივებს კაცო მომესმის არა მაგას ვერ იზავენ მაგრამ მე მგონი რომ არასწორი კონსტრუქციაა თუ არა და ოპოზიციაში გავა ხო მე ვთვლი რომ ეს არ არის სწორი მაგრამ უფრო უნდა თქვას რომ რა გინდა ანუ ჯერ მაგას ეგეთი ლაპარაკიც არ ქონია ჯერ რატო ამბობს ოპოზიციაში ჯერ უთხრას რომ არ მაძლევ რა გაკეთების საშუალებას მივედი შემოსავლებზე დავიწყე საბაჟო შევთანხმდით ერთი არ ჩამოვიდა მე თვითონ ვიჩამდი ჩამოვიყვანა ეს რომანოვი ჩავარტყით ხელივით უნდა დაგვეწყო და აგერძმაო ვერ ვიწყებ იმიტომ რომ არც დანიშნა უნდა და არც არაფრის გაკეთება უნდა. მინდა რომ ვიღაცები დავაკავო პროკურატურით არ მაძლევ ამის შესაძლებლობას. მინდა რომ ეს გავაკეთო, ან უნდა ჩამოუთვალოს და. ასე არ გამოვა რა, ახლა უბრალოდ რომ როგორ პონჩი უნდა უთხრათ, რომ ქვეყანა ასე არ აშენდება რა. ხო არა, რა მაგას ეტყვის ალბათ ახლა ეგაც შეიძლება, მაგრამ შედეგს რაც გვინირებს. ხო, მაგრამ მაგან თუ ეგრევე გავიგე, მაგრამ მაგან თუ ეგრევე უთხრა რომ მე ოპოზიციაში წავალ მაშინ ეგ როგორი განცხადებაა, იცი? ახლა მე რო პარაშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი რომ ოკეი, ბაზარი არ არის. ეს ძებნილი კაცი აგერ შეგიფარე მაგის დედამფარე და თანამდებობას დაგნიშნე რა, მოდი ესე ვთქვა. ხო, თანამდებობას დაგნიშნე რა, შემოყლა გინდა ახლა რა. და ხო ოპოზიციაში მიდიხარ? რატო? მე ხო გითხარი რომ დაგიდგები, ჩემსაც არ არის მარტივი ძმა, იმათთან ბრძოლა. რა, 1000 რაღაცას ვიტყვი რა. სულთა კაცო რამბავში. და მეორე რომ განკარგულებას გასცემს პროკურატურის მხრიდან, რომ ვის დააფინანსებს სააკაშვილს, დედა მოუყანეთ. ხო? ხო, და ჩოტკი კონტროლზე აიყვანს და ამიტომ ოპოზიცია ალბათ არ უნდა უთხრას, უბრალოდ უნდა უთხრას, რომ უნდა, ანუ ხა საყოველზე რასაც მეუბნებოდა მაგათ ერთად რაც ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრები, გაიგე? მიშას არ ქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პარაშენკოსთან შეხვედრის დროს. მიშას ქონდა ლაქუცისა და დათმობითი პოზიცია. ჩვენთან ბაქი ბუქობდა, იქ რეალურად ისეთი ცუციკი ტიპი იყო, გაიგე? თუ ამ იმიჯის შესვლას აპირებს პარაშენკოსთან უშუალო ურთიერთობაში ამ სტატუს-კვოს შეცვლას, ეს სხვა თემაა რა. ხო, ეგ ალბათ უნდა შეცვალოს რა და უთხრას, რომ ესეა რა. გამიგეთ, ხა არ მინდა არანაირი ღია განხილვა მოვიყვანეთ მოვის ხალხი და აგე მოვიყვანე ჩემ ხალხს და დაუჯდეთ რა და გავიაროთ ეს დედამოწყობილი რა.
იგი მე დავიდე პაკეტებს, რაც არის მისაღებ და ხელია მოსაწერი მოაწერია რა ამ ხალხს ხელი რა. ეგრე უნდა უთხრას ალბათ რა. შეჯერობით ყოველ შემთხვევაში. თუმცა მაგაზეც ისეთი და ისეთ ჩათვლახია, მაგას მოიფიქრებს. ამას ისე საოლქო პროკურორობაზე უნდა როგორც ჩანს და ნუ ისე ზურაზე უნდა რომ ეჩალეჩოს. ზურაზე საოლქო პროკურორობაზე ჩალეჩო უნდა უთხრა. ბიჭო ხო, მაგრამ ეს საოლქო პროკურორობა არ არის ხო ხომარა საოლქო პროკურორობა არის კი ეს ამოსავალი წერტილი ამოდის ისთვის გასაღებისაგან ეს კომპლექსურია ეს გეუც უნდა იყოს ალბათ პროკურატურაც და პლუს საბაჟო პორტები მისთვის რომ ფუნდის თანხა კონდეს რომ არჩინო ეს ზალონები ზალონებს ხო ხელფას ვერ გაუძლებს შენ ადგილზე ლოკალურად ხო ცენტრალური ბიუჯეტიდან არ დაფინანსება და კანონით არის გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა ანუ უნდა ყავდეს პრემია და თუ გინდა რომ სხვანაირად იმუშაოს თუ გინდა სხვანაირად იმუშაოს უნდა მისცე რა რაღაცა შენ მატერიალური ბაზა უნდა შეუქმნა მატერიალური ბაზას ხო საბაჟოს გარეშე ვერ უქმნი და პორტების გარეშე ფული არ აგაქვთ ამიტომ უნდა მოხდეს უნდა იყოს სამივე გასაღები რა SBU პროკურატურა და ფინანსური წყაროები და ხა ამდენს ერთად თუ მოივაჭრებს კი ბაზარი არა მაგრამ მე რატომაც გონია ვერაფერს ვერ მოივაჭრებ საერთოდ ეს კომპონენტი თუ ეს ხისტა დაპარაკა მაგაში ეთახა რა ვიცი ბიჭო ახლა მეორე მხრივ სიმართლე გითხრა ახლა მე პარაშენკოს ადგილზე ვეტყოდი რომ ძმო ემედი ხო მოგეცი კრიმინალი გაუარესდეს დედამოწმე და შაშტა ხო არაფერს არ გეუბნები ახლა მართლა და მართლა ეგრე ხო არ არის გაუარესდა კი მაშინ რომ ვიყავი ჩასული კი ეგრე მითხრა რომ სტატისტიკა გაუარესდა ხო და ეგ ბიჭი მაგ ბიჭის დანიშნა მართლა ეს მოაიყო ეს რაც მოხდა ახლა ეს იაღლიში რაც მოვიდა როგორ რაღაცა მოხდა იცი არა მარტო ეგ იაღლიში ბიჭო არ არის ეგ როგორი ეგ ხო ჩაკო ეგ საყვარელზე იმოშებოდა რომ მაგარი ტიპია აქაც ჩაკეტილი ტიპი რომ მე არ ვიცოდი შეჩერო შინაგან სექტორის მოდიე თუ არსებობდა ეგეთი ლოფიფაიზე თუ გავიგე პროდუცენტს თო ხო და რა ვიცი ახაც ძალიან ისეთი ტიპი ძალიან ატეცეზე თუ რა სპეციალიზების კურატორი იყო არაფერი არ იყო კაცო ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არა აქვს არ გააჩნია არა ბიჭო არა გაუგორა მე მგონი მაგრამ მიშამე ხამარ ანა ბიჭო საგეუბნები საყვარელზე მოთხოვ ვინ დავნიშნოთ ახლა თვითონ მითხრა საყვარელზე თვითონ ჩამოეყო ვორკი ფაინზეში მაგრამ უბრალოდ ჩვენ მაშინ ამას გამოგვივიდა რომ შენ უნდა მან წასულიყავი რა ყველაფერი უნდა ავიღოთ რასაც გვაძლევენ ყველაფერი უნდა ავიღოთ რა გეუბნები რა ვიცი ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ეგ რაღაცა და εγώ დავიდოდი ბიჭო მე არც მომსვლი ახლა მე ხა სიმართლე გითხრა მე მომასვნა რა ხოვაზე ხარ არა მაგას მოყავდა მაგი საყვარელზე დავდა ეგრევე ხა არა მარა ბიჭო არა რატო დაბრიდავდა ახლა ეს დედამოტყუილე ხა ბიჭო არ არის ეგრე ეს ბიჭო ხო ხედავ რა რომ ვერ შვებით და უნდა მოვედოთ ცოტა ხო და არა მე რატო გეუბნები შე პროსტა ხა იმას რომ ეთქვა რომ მოდი ვიმჟელოთ უკვე მჟელობაში წარმოვიდოდა ხო კანდიდატურები რა ბოლოს და ბოლოს რა აი ემარა ნუ ხო ლორდკი ფაინზეზე თავიდანვე რომ ჩამოიყვანა ერთხელ დათმობილი ჩამოიყვანა ლორდკი ფაინზე ვიცი უშიშროებაში გავუშვათ ბიჭო მაშინაც ახლა მე მაშინაც უთხარი მაგასაც და ზურასაც ლორდკი ფაინზე მე უთხარი ბიჭო ცოტა არ არის მეთქი ახლა კაი ბიჭია გულიანი ბიჭია მაგრამ ის არ არის რა რაღაცა ტვინს რომ მოგზდევდეს ახლა მოდი ვთქვათ ისიც რომ გიზოა ლორდკი ფაინზე საერთოდ ჯობია ახლა როგორია გიზო კვალიფიციური ტიპია რა ისე როგორც ადამიანი პატანა გადააჭერებს კვალიფიციურია და შრომის მოყარეა და ინტელექტი აქვს ის განსხვავებით აქვია კი არის ჩვეულებრივი სპეცნაზელი ხო არა ის არის რა თან დღემდე რომ ახმეტური რაღაც აუცილებლია ეხლა რაღაცა სილოკაცია პლუს ეხლა ტიპს არც ერთი მისი ლაპარაკი არ დაუდიან ისაც არ მოიგინებთ თუ მის აქტივობაში არ ლაპარაკებს ტიპს ანუ ჭრის ისა რა ქვია იმ გოგოს ჩვენ რა უნდა ლაპარაკოს ახლა მე სადაც ვიყავი და ის სულაც ლაპარაკობდა მე იყო დადის და ჭრის იმას ტექსტებს რა ხო და ბიჭო ახლა ეგ ცხადაობა ახლა ის ეპოს რა ვინ დანიშნებს მოგოროსანი და ამინიშნებ რაღაცა იქ რა ხო და არ ვიცი რა ოქის ლოგორობაზე ჩალიჩებს მიშა ეხა შეეცდება რომ გამოსწვოს და უნდა ზურას დანიშნვა მანდ და თან ის მიშას მერყეობს ხო წინა ჩამოსვლაზე გიზოს ზურა ხო გიზოს ლობირებდა და რაღაცნაირად როგორც ჩანს ამას ამციფებდნენ და ეს ვერ მომციფდა თუ რა ვიცი რა არის და ამოხდა არ ვიცი მაგრამ ეხლა ზურას იძახის რა აბლასნა
და გიზოს უნდა გიზოს არენდომება ეგ ასეთ ვარიანტში, იმიტომ რომ ეხლა არის ბედნიერი. გიზო რაღაცნაირად მაინც ერგება იმ სიტუაციას. არტემას სამშვენივრად არის. ისუად კი ვერ დაულაგდა ეხლა და რაღაცა. არა, ხო შეხვდა ეხლა პრეზიდენტ შეხვედრია წინაპირას. პირადად შეხვედრია და ასე თქვია რომ მე იმას ვიზავ, მე და განვლაგებოთ რა რაღაცას დაუვალებია. ეგ მითხრა, რა ვიცი. მე და გივაგილი. მე ისე ვარი. თვითონ მითხრა, რა ვიცი. არა, თვითონ მოიწაო დაუძახაო თუ რაღაცა. ვიღაცაზე გამოუძახაო და თვითონ ხო, რაღაცა და. არა, გიზოს არენდომება მილჩასთან მუშაობა ეხლა არ არის მარტივი ამბავი და ეხლა არტემასთან ბუჯუნობს აქ დაბუჯუნობს თავის გემრიელად მე ალბათ არენდომება, მაგრამ ვიცი. ვინას მანდვა და ვინას ჩამოდივა და ინახულეთ.